გადავშალოთ ბიბლია. მეორე რჯული. მე-19 თავი. მე-11 მუხლიდან მე-13 მუხლის ჩათვლით. ხოლო თუ ვინმე შეიძულებს თავის მოყვას და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და მოკლავს და თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგან, კაცები გაგზავნონ იმ ქალაქის უხუცესებმა და მოაყვანინონ ის იქიდან და გადასცენ მესისხლეს, რათა მოკლან, წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას და ჩამორეცხე ისრაელს ის უცოდველი სისხლი და კარგი იქნება შენთვის. ეს არის უფლის სიტყვა. ვილოცოთ. უზენაესო ღმერთო, მოწყალე მამაო, მადლობას გწირავ შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს ნათელი და შენი ნების გაცხადება. შენი სულის მადლით მოგვანიჭე უნარი, რათა ჩავწვდეთ შენს ჭეშმარიტებას, გაგვაგონე შენი ხმა შენს სიტყვაში. მოგვეცი, რათა ვეზიაროთ იესო ქრისტეს რწმენით და ეს რწმენა გაბედულად ვამცნოთ სამყაროს. იესო ქრისტეს სახელით გევედრებით. ამინ. დღეს ჩვენ შორის იმყოფება მკვლელი. დიახ, მე ვლაპარაკობ სერიოზულად. მკვლელი, რომელმაც მოკლა ადამიანი. მას ეგონა, რომ ვერავინ დაინახავდა, მაგრამ მოტყუდა. მე ხელთ მაქვს დანაშაულის თვითმხილველის წერილობითი მოწმობა, რომელსაც წავიკითხო. აი რა წერია ამ მოწმობაში. პირველი ეპისტოლე წმინდა იოანე მოციქულისა, მე-3 თავი, მე-15 მუხლი. ყოველი, ვისაც ზულს თავისი ძმა, კაცის მკვლელია. თუ ერთხელ მაინც ცხოვრების განმავლობაში ქონია სიძულვილის შეგრძნება მოყვასის მიმართ, ღვთის თვალებში ჩვენ ვითვლებით კაცის მკვლელებად. მოკლა კაცი ბიბლიის ენაზე ნიშნავს შეიძულო ის. შეიძულო ნიშნავს მოკლა. სიძულვილი საკმარისია იმისათვის, რომ ღვთის სიტყვამ ბრალი დაგვდოს და გამოგვაცხადოს კაცის მკვლელებად. ქონია თუ არა ერთხელ მაინც სიძულვილის შეგრძნება მოყვასის მიმართ. იქნებ ახლაც გძულს ვინმე. იქნებ გუშინ შეგძულდა, ან გუშინ წინ ამ დღეებში, ან იქნებ დღეს დილას შეგძულდა ვინმე. ჩვენ მიერ წაკითხულ ტექსტში საღვთო წერილი გვასწავლის, არ უნდა შევიძულოთ მოყვასი. ჩვენ არ უნდა შევიძულოთ მოყვასი. რატომ? რატომ? ნაწყვეტი ასახელებს სულ მცირე სამ მიზეზს. თუ რატომ არ უნდა შევიძულოთ მოყვასი? პირველი, სიძულვილს მიყავს ადამიანი კატასტროფულ შედეგებამდე. მეორე, სიძულვილი ისჯება უმოწყალოდ. და მესამე, სიძულვილი აუწმიდურებს ადამიანს და იმისათვის, რომ ის კარგად იყოს, საჭიროა მისი ჩამორეცხვა. სამი რამ სიძულვილის შესახებ ჩვენ მიერ წაკითხულ ნაწყვეტში. პირველი, სიძულვილი კლავს, ხოლო თუ ვინმე შეიძულებს მე-11 მუხლი თავის მოყვას და ჩაუსაფრდება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და მოკლავს. ჩვენ ხედავთ ამ მუხლში, რომ სიძულვილმა ადამიანი გადააქცია მკვლელად.
როგორც წავიკითხეთ წმინდა იოანე მოციქულის ეპისტოლეში, თავად სიძულვილი არის უკვე მკვლელობა. მეორე, სიძულვილი ისჯება უმოწყალოდ. კაცები გაგზავნონ იმ ქალაქის უხუცესებმა, მე-12 მუხლი, და მოაყვანინონ ის იქიდან და გადასცენ მესისხლეს, რათა მოკლან. წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას, უმოწყალო სასამართლო მოძულეს. იმ დროს ისრაელში არსებობდა თავშესაფარი ქალაქები. ეს პრინციპი დღესაც დაცულია ბევრ ქვეყანაში. თავშესაფრის მოთხოვნის უფლება. ისრაელში ეს როდის იყო? მოსეს დროს გამოცხადებული იყო რამოდენიმე ქალაქი, სადაც ადამიანი ეძებდა თავშესაფარს. მაგრამ თუ მოძულე მკვლელი ასეთ ქალაქს შეაფარებდა თავს, იქიდანაც უნდა გამოეყვანათ. ქალაქი ვერ იხსნიდა მას, არ არსებობდა წყალობა, რომელსაც შეეძლო მისი დახსნა. და თავს შეაფარებს ერთ-ერთ ამ ქალაქთაგანს, ამბობს საღვთო წერილი, იქიდანაც გამოიყვანეთ. და მე-13 მუხლის დასაწყისი წყალობის თვალით ნუ შეხედავ მას. და მესამე რაც ვთქვით, სიძულვილი არა მარტო მკვლელობა, სიძულვილი არა მარტო ისჯება უმოწყალოდ, ჩვენ მიერ წაკითხული ტექსტის მიხედვით. სიძულვილი აუწმიდურებს ადამიანს. მიაქციეთ ყურადღებას სიტყვას ჩამორეცხე. რას ნიშნავს ჩამორეცხე? განწმინდე, გამბანე. ჩამორეცხე ისრაელს ის უცოდველი სისხლი და შემდეგ და კარგი იქნება შენთვის. სიძულვილი ამ სიტყვების თანახმად აუწმიდურებს, აბინძურებს სულს ღვთის წინაშე. და იმისათვის, რომ კარგი იყოს ჩვენთვის, საჭიროა მისგან გათავისუფლება. რაც შეეხება თითოეულ ჩვენ მიერ დასახელებულ მიზეს, თუ რატომ არ უნდა გძულდეს. როგორც ვთქვით, სიძულვილს შეუძლია ადამიანი მიიყვანოს კატასტროფულ შედეგებამდე. მოყვას ის სიყვარულს. ყველასათვის საყვარელი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი ამბობს, ჩვენს გულში მიმდინარეობს ბრძოლა. ბრძოლა სიძულვილსა და სიყვარულს შორის, სინათლესა და სიბნელეს შორის, ღმერთსა და მას შორის, რომელიც ოდითგანვე, დასაბამიდანვე იყო კაცის მკვლელი. ვის გულისხმობს მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი? ოდითგანვე კაცის მკვლელი. ვინ არის ოდითგანვე კაცის მკვლელი? იოანეს სახარების თანახმად დასაბამიდანვე კაცის მკვლელი არის ეშმაკი. მიტროპოლიტის აზრით, ჩვენი გული არის სწორედ ის ბრძოლის ველი, სადაც სიძულვილი და სიყვარული, სინათლე და სიბნელე, ღმერთის სიცოცხლის მომცემი, ღმერთი, რომელიც არის სიყვარული და რომელიც სიყვარულის გარეშე არაფერს არ ქმნის, ჩვენს გულში ბრძოლობს მასთან, ვინც დასაბამიდანვე იწოდება კაცის მკვლელად. რას ერჩოდა ის კაც? ღმერთს აუმხედრდა, მაგრამ კაც რას ერჩოდა? ასეთია მისი ბუნება. ის არის არა მარტო ღვთის მტერი, არამედ კაცის მტერიც. მას ზულს ადამიანი, ისევე როგორც ზულს ღმერთი, მას ზულს ღმერთი და ზულს ღვთის მიერ შექმნილი არსება. ვინ გახსენდებათ ბიბლიაში? ქმარმა შეიძულა ცოლი. რა ერქვა ამ ქმარს? გახსენდებათ ვინმე? იაკობმა შეიძულა ლეა. ასე წერია. ცოლშორის აქ არის ერთი ასეთი მორალიც, არ შეიძლება ერთდროულად ორი ცოლი ყავდეს. იმიტომ რომ არის საშიშროება ერთი გიყვარდეს და მეორე გძულდეს.
სხვადასხვა როდესაც ლაპარაკობენ, აი ძველ აღთქმაში ხომ იყო მრავალწლიანობა, აი ხომ იყო და ზოგიერთი უგუნური ქრისტიანი იმასაც ამბობს, ნეტა ძველ აღთქმაში ვცხოვრობდე, რამდენი ცოლი მეყოლებოდა და ასე შემდეგ. გაგიგიათ ასეთი რა? შეიძლება არ ამბობენ, მაგრამ შეიძლება გულისხმობენ გულში. რა კარგი დრო იყო ძველად, შეიძლებოდა რამოდენიმე ცოლის ყოლა. არა და ეს მაგალითები ჩვენთვის მოცემულია პოლიგამის მაგალითები, იმისათვის რომ დაგვანახოს, რომ როდესაც ღვთის პირვანდელი ჩანაფიქრი იცვლება, ან და ღვთის პირვანდელი ჩანაფიქრი მახინჯდება, ჩანაფიქრი, რომელიც გულისხმობს ერთი კაცი და ერთი ქალი, ყოველთვის იწყება პრობლემები. შეხედეთ ყველა გმირს ძველ აღთქმაში, ყველას, რომელსაც რამოდენიმე ცოლი ყავდა. შეხედეთ და აღმოაჩენთ, რომ ყველას პრობლემები ჰქონდათ ოჯახში. ყველას. დაწყებული ა ブラ ამიდან. გაუჩნდა თუ არა ისმაელი, დაიჭირა თუ არა კავშირი ჰაგართან, მის ოჯახში პრობლემა გაჩნდა. აღარ ვიტყვი უკვე ცოლების ჩემპიონზე. ვინ არის ცოლების ჩემპიონი? ყველა მიცით, პირველი ადგილი, ოქროს მედალოსანი, რომელმაც მსოფლიო რეკორდი მოხსნა. სოლომონი, 700 ცოლი და 300 ხარჭა. აი კაცი. დღეს წაიკითხეთ პირველ საკითხავში. და რა მოხდა ამის შემდეგ? მისი გული გაირყნა. მისი გული გადავიდა ღვთის გზიდან. ყველა ის ადამიანი, რომელსაც დარღვეული ჰქონდა ღვთის პირვანდელი ჩანაფიქრი, როგორც იესომ თქვა, ღმერთმა შექმნა ადამიანი ერთი კაცი და ერთი ქალი. ოჯახში იყო დიდი პრობლემა. სიძულვილის პრობლემა მათ შორის. შეიძულა იაკობმა ლეა. ასე წერია სიტყვასიტყვი და მოხედა ღმერთმა ლეას, ვინაიდან ქმარმა შეიძულა, არ უყვარდა ის. უყვარდა მისი და. ვინ გახსენდებათ, როდესაც ძმების მიერ სიძულვილზე არის ლაპარაკი. იოსების ძმები, რა თქმა უნდა, სიტყვასიტყვით წერია, შეიძულეს ძმა და გაყიდეს. და მამას მოატყუეს, მოკვდაო. და ბოლოს თავად იესო ქრისტე ამბობს საკუთარ თავზე და შემიძულეს მე უმიზეზოდ. რატომ აღმოჩნდა ქრისტე ჯვარზე სიძულვილის გამო? ასე ახსნა უფალმა თავისი ჯვარცმის გარეგანი მიზეზი. შეიძულეს, შემიძულეს მეც და მამაც, ამბობს ის იოანეს სახარებაში. იმიტომ რომ სიძულვილი, სადაც კი ისი ჩდება, იწვევს ნგრევას, განადგურებას. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სიძულვილი არის კომბინაცია რამოდენიმე ემოციის, რამოდენიმეს. ერთს ქვია რისხვა, მრისხანება და მეორეს ქვია წყენა. აი, როდესაც წყენა და მრისხანება ერთად ჩდება ადამიანის გულში და დიდხანს რჩება, წარმოიშობა სიძულვილი. როგორც ერთი ბრძენი ადამიანი ამბობს, თუ მრისხანება ეს არის ხანმოკლე ემოცია, რომელიც შეიძლება დაეუფლოს ადამიანს და შემდეგ გაუქრეს, სიძულვილი ეს არის გაქვავებული მრისხანება მის გულში. საკმარისია გეწყინოს, ეს წყენა ჩაიდო გულში, დაურთო მას მრისხანება. და ეს ორი ემოცია გადაიქცეს ჩვენში სიძულვილად. ზიზღად. რაც გვანგრევს და გვანადგურებს. და რაც როგორც უკვე დავასახელეთ, შეიძლება წარმოიშვეს ოჯახის წევრებს შორისაც, მეუღლეებს შორისაც, დედმამიშვილებს შორისაც, მშობლებსა და შვილებს შორისაც. ნათესავებს შორისაც და ასე შემდეგ. ეს სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ეს ფაქტია. ხოლო თუ ვინმე შეიძულებს, აქ წერია. სხვადასხვის სხვა თარგმანში ეს სიტყვა ამოღებულია და სხვა სიტყვით არის შეცვლილი. ებრაულ დედანში სწორედ
ზმნა სიძულვილი არის მოცემული, რომელიც შეიძლება გადაითარგმნოს როგორც მოძულე, მტერი და ასე შემდეგ, მაგრამ სიძულვილი. ხოლო თუ ვინმე შეიძულებს თავის მოყვას და ჩაუსაფრთხება მას, აღდგება მის წინააღმდეგ, სცემს და მოკლავს. როგორც წავიკითხეთ წმინდა იოანეს მიხედვით, შეიძულა ნიშნავს უკვე მოკლა. ნახეთ, ჩაუსაფრთხება, უკვე მასა აქვს წყენა მის მიმართ. ის გაბრაზებულია. ის უკვე ცოფებს ყრის. და მას გადაეზარდა აი ეს გრძნობა სიძულვილში. იანა, როდესაც კარიეზი უჩნდება კბილზე ადამიანს, ხო შეიძლება ამის მიზეზი იყოს საკვების ნარჩენები. როგორც სტომატოლოგს გეკითხები. კი. გენეტიკას რო თავი დავანებოთ, საკვების ნარჩენები, რომელიც რჩება კბილში, შეიძლება თუ არა კარიეზად გადაიქცეს. აი წყენა, ბრაზი, რომელიც რჩება ჩვენს გულში, შეიძლება გადაიქცეს სულიერ კარიეზად, რომელიც არის სიძულვილი. იმიტომ რომ მას სჭირდება გამორეცხვა. რამდენი ხანი გვაქვს უფლება ვატაროთ რიცხვა გულში? ვინ იცის ბიბლიიდან? მზის ჩასვლამდე. აი მზე რო ჩავა და საკვების ნარჩენი დარჩება ჩვენს გულში, ის შეიძლება გადაიქცეს კარიეზად. შეიძლება ისეთი კარიეზი აღმოჩნდეს, რომელიც უკვე აღარ იბჟენება, აღარ ინკურნება და კბილი ამოსაღები დარჩეს. არის თუ არა ასეთი კარიეზი? არის. აღარაფერი აღარ ეშველება, ექიმი გეუბნება, შენი კბილი მოკვდა, დამთავრდა, ვერაფერს ვეღარ უშველ. მეორე, რაც ჩვენს ტექსტში წერია. სიძულვილი ისჯება წყალობის გარეშე. ძალიან მკაცრი სიტყვებია. აი ეს ორი მოხსენიება, ერთი თავშესაფარი, ქალაქი თავშესაფარი გაიქცა იქ, იმიტომ რომ იქ ეგულება გადარჩენა, მაგრამ ვერ გადარჩა. უხუცესები უნდა მივიდნენ და გამოიყვანონ იმ ქალაქიდან. არ მისცენ თავშესაფარი. და წყალობის თვალით ნუ შეხედავ მასო. წყალობის თვალით ნუ შეხედავ მასო. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის. სიყვარულს არასოდეს არ ზძულს. სიყვარულს არ ზძულს არავითარ შემთხვევაშიო. ეს არის სიყვარულის სიკეთეო. ანუ სიყვარულის ერთ-ერთი სიკეთე მდგომარეობს იმაში, რომ მას არ შეუძლია შეძულება. წმინდა იაკობ მოციქული გვაფრთხილებს, უმოწყალო სამჟავრო მას, რომელმაც წყალობა არ გამოიჩინა. წარმოიდგინეთ, თუ ამ ქვეყნიური სამჟავრო წყალობის გარეშე, ამ ტექსტის მიხედვით, ადგენს სიკვდილით დასჯას. რაოდენ მკაცრი და საშინელი იქნება საღვთო სამჟავრო, რომლის წინაშეც ერთხელ ყველა ადამიანი წარდგება. ერთხელ ყველა ადამიანი წარდგება. მათ შორის მოძულე. თუ ამ ქვეყნიური სამჟავრო, როდესაც უფალმა გამოიყვანა თავისი ერი ეგვიპტიდან, ამერისგან მან შექმნა თეოკრატიული საზოგადოება, ანუ ისინი იმართებოდნენ ღვთის კანონებით. იყო დაწესებული საჯულები, სასამართლოები და ყველანი იმართებოდნენ იმ კანონების მიხედვით, იმ ცნებების მიხედვით, რომელიც უფალმა გამოუცხადა მათ. ჩვენ წინაშია სამჟავრო და სამართალწარმოება, რომელიც ეხება ადამიანის ამ ქვეყნიურ ცხოვრებას, ანუ ახლა უნდა მოეკლათ, ახლა უნდა გამოიყვანათ. აქ არ არის ლაპარაკი მარადიულ სამჟავროზე, მაგრამ არის მინიშნება, თუ ამ ქვეყნიური სამჟავრო წყალობის გარეშე, არა მოსეს მიერ მოგონილი მცნების თანახმად, არამედ ღვთის მიერ მოცემული გამოცხადების თანახმად, უმოწყალოდ ჟიდა მოძულე მკვლელს, მით უმეტეს ღვთის სამჟავრო. ყოველი ვისაც ზულს თავისი ძმა კაცის მკვლელია.
ჯორჯ ორველი, რომანი 1984. ალბათ ყველას გახსოვთ, როგორ ავარჯიშებდნენ სიძულვილში ადამიანებს. ოკეანის გარე პარტიის წევრებს ყოველდღიურად 2 წუთის განმავლობაში უნდა ეხილათ ტელევიზორებში მტერი. რათა მათში სიძულვილი მუდამ ყოფილიყო და ეს სიძულვილი ყოფილიყო გაღვივებული. აი ესეთ პროცედურას უწოდებდნენ 2 წუთეულს, სიძულვილის 2 წუთს. როგორც ორველი რომანში გადმოგცემს, ხდებოდა გონების ტვინის გამორეცხვა. ყველა დღე 2 წუთი უნდა გეხილა შენი მტერი ტელევიზორში. და საოცრად აღწერს ის, თუ რა მოსდიოდა ადამიანებს უკვე მეორე წუთზე, როდესაც უყურებდნენ მტერს, როდესაც ემოციებს საკუთარ თავში ავითარებდნენ, აღვივებდნენ, გადადიოდნენ ემოციურ ექსტაზში. უინსტონმა აღმოაჩინა თავარმა გმირმა ამ რომანისა, რომ ურტყამდა სკამის ფეხებს. ანუ ადამიანები უკვე ემოციურად გამოხატავდნენ სიძულვილს. ეს არის სწორედ ის დასაგროვებელი ჩვენს გულში, რომელიც შეიძლება იმდენად დაგროვდეს, რომ ადამიანი წყალობის გარეშე დატოვოს. დღესდღეობით ღვთისმეტყველები კამათობენ და ვერ რიგდებიან უკანასკნელი სამჟავროს განხორციელების დეტალებზე. რა იგულისხმება? გთხოვთ მომისმინეთ ყურადღებით. ძალიან საინტერესო საკითხია. საკითხი ასე დგას. ცოდვები, რომლებიც გეპატია მოქცევის შემდეგ, უკანასკნელ სამჟავროზე იქნება თუ არა გაცხადებული? ანუ გამოცხადდება, მაგრამ ერთი დართვით, რომ ეს ცოდვები ნაპატიებია ქრისტეს სისხლით, იმიტომ რომ უფალი ჯვარზე მოკვდა, იმიტომ რომ ადამიანმა შეინანა და ირწმუნა. თუ საერთოდ არ გამოცხადდება, ანუ არ გასაჯაროვება არ მოხდება ამ ცოდვებისა. ერთნი ამტკიცებენ, რომ საერთოდ არ მოხდება გასაჯაროვება, მეორენი ამტკიცებენ, რომ მოხდება, ოღონდ მიტევებული ცოდვების გასაჯაროვებაც მოხდება. ოღონდ მოხდება როგორც მიტევებული ცოდვებისა და არა მიუტევებელი ცოდვებისა. აი წარმოიდგინეთ უამრავი ხალხი, რაც კი ოდესღაც დედამიწაზე მოსულა და დაბადებულა. და ასე რომ ვთქვათ, ჩვენ სცენაზე დიდი ეკრანი, აი როგორც სპორტული შეჯიბრების დროს ყველა დგას და უყურებს დიდ ეკრანზე შეჯიბრებას. აი ესეთი დიდი ეკრანი ყველა უყურებს და თქვენი სახელი და გვარი დასახელდა გამოცხადდით სამჟავროზე. და ყველა თქვენი ცოდვა, რაც კი გიფიქრიათ, რაც კი გითქვამთ, რაც კი გაგიკეთებიათ, რაც კი ისეთი გიფიქრიათ, რომ არასოდეს არავინ არ იცოდა მიწაზე, არც მღვდელმა, არც ეკლესიამ და თქვენ ფიქრობდით, რომ თქვენც უნდა დაგევიწყებინათ ეს და ამ დიდ ეკრანზე ვიზუალურად გამოჩნდა. როგორი შეგრძნება ექნება ამ დროს ადამიანს? როგორი შეგრძნება? მთელი მისი ცხოვრება ოჯახის წევრებისგანაც რომ იყო დაფარული და გამოცხადდა, დაიწერა და არა მარტო დაიწერა, აღდგა ის კადრები, როგორ თქვი, რანაირად გაიფიქრე, სად იყავი, რა მიმიკა ქონდა და ასე შემდეგ. ბიბლიაში წერია, რომ ყველა საქმე, ყველა სიტყვა, ყველა ფიქრი წინ დახვდება ადამიანს სამჟავროზე. თუ მიტევებული ცოდვებიც უნდა გამოაშკარავდეს, სიკეთე აქ არის ის, რომ ამ დროს ადამიანის სირცხვილს არ იგრძნობს, იმიტომ რომ ეს ცოდვები მიტევებულია, მაგრამ თუ მიუტევებელი ცოდვები გამოაშკარავდა, ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, საღვთო წერილი იმდენად უპირისპირდება სიძულვილს, რომ არანაირ წყალობას, არანაირ შესაძლებლობას არ უტოვებს მას
გადარჩენისა, არანაირს. თავშესაფარი წყალობის თვალით ნუ შეხედა. და შეეხება ჩამორეცხვას. ღვთის სიტყვა უბრძანებდა ღვთის შვილებს, რომ მათ ჩამოერეცხათ სიძულვილი. რატომ? იმიტომ რომ ასე თქვენთვის კარგი იქნებაო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიძულვილის ჩამორეცხვა ადამიანისათვის არის კარგი. რატომ არ უნდა გძულდეს? არა მხოლოდ იმიტომ რომ სიძულვილს მივყავართ ჩვენ საშინელ, საზარელ, კატასტროფულ შედეგებამდე. არა მარტო იმიტომ რომ სიძულვილი უმოწყალოდ ისჯება სამჟავროს მიერ, მაგრამ აგრეთვე იმიტომაც რომ ის აბინძურებს, აუწმიდურებს ადამიანს. ძველ აღთქმაში იყო სპეციალური წესები დადგენილი, რომელსაც ერგვა გამბანის წესები. აი მოსეს თელ სისტემაში არა მარტო სხვერპლი იკლებოდა და სისხლი იღვრებოდა და ამ სისხლით იბკურებოდა ადამიანი, არამედ იყო წყლის ელემენტი. კარავში, გნებავთ მოსეს კარავში და ტაძარში, გნებავთ სოლომონის ტაძარში, ვიდრე სამ სხვერპლომდე, ვიდრე შევიდოდა ადამიანი წმიდაიში, გარდა სამ სხვერპლოსი კიდევ ერთი რამ იდგა. აბა შემახსენეთ რა იდგა? საბანელი, სპილენძის საბანელი. რატომ? რომ იქ გამბანილიყო ადამიანი. და გამბანილი შესულიყო. რას ნიშნავს ეს? დააკვლა სამ სხვერპლო სისხლი გასაგებია, გამოსყიდვა საფასური, წყალი, აი ეს ელემენტი ღვთის მსახურებაში. ამით მოსე ასწავლიდა რომ ცოდვას აქვს არა მარტო ბრალის მნიშვნელობა, როგორც დანაშაულის, რომელიც უნდა იყოს გამოსყიდული, არამედ ცოდვას აქვს აგრეთვე სულ სხვა მორალური, ფსიქოლოგიური გნებავთ, რიტუალური დატვირთვა და მნიშვნელობა. ცოდვა ადამიანს აბინძურებს, ჭუჭყიანს ქმნის. გამოცხადების წიგნში მორწმუნეები როგორ ტანსაცმელებში არიან გამოწყობილი? ჭუჭყიან ტანსაცმელებში თუ სუფთა ტანსაცმელებში? მიაქცეთ ყურადღება, იქ არ არის ლაპარაკი მდიდრულ ტანსაცმელებშიო. ეკლესიაში ადამიანი უნდა მოვიდეს ჭუჭყიანი ტანსაცმელით თუ ბინძური ტანსაცმელით? არ არის ლაპარაკი მანდამაიზ მდიდრულ ტანსაცმელში. რა თქმა უნდა, გამოცხადების წიგნში ყველგან წერია, რომ წმიდანები, მორწმუნეები, ეკლესია არის გამოკაზმული, შემოსილი თეთრი სუფთა ტანსაცმელი. ნათლობის დროს სწორედ ამიტომ მოსანათლავ პირებს ტრადიციულად მოსავენ თეთრი სამოსელით, როგორც სისუფთავის, უბიწუების, სიწმინდის ნიშნულობას. მნიშვნელობით. რატომ? იმიტომ რომ ცოდვა მოითხოვს არა მარტო გამოსყიდვას, არამედ ჩამორეცხვას. იესო ქრისტე სანამ ჯვარზე მოკვდებოდა და სის დაღვრიდა და სისხლით გამოისყიდა ჩვენს დანაშაულებებს, რა გააკეთა მან? იოანეს სახარების 13 თავის თანახმად მან ფეხები დაუბანა მოწაფეებს. და ეს არ იყო უბრალოდ ფეხრდბანვა. იესომ თავად განმარტა რას აკეთებდა. აი რა თქვა მან, დაბანილს ჭირდება მხოლოდ ფეხების დაბანვაო. ის ლაპარაკობდა განბანვაზე, რა განბანვაზე? სულიერ განბანვაზე. საიდან ვიცით? იმიტომ რომ იქ იმყოფებოდა იუდა, რომელზეც თქვა, ყველანი სუფთანი ხართ ერთის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად დაიბანა, მაგრამ მაინც ჭუჭყიანი იყო. თავისი სიძულვილის გამო, თავისი ცოდვის გამო. იესო შეიძულეს და შეიძულეს ტყუილ უბრალოდ. მე იმის თქმა მსურს, რომ თელ ბიბლიაში გნებავ ძველ, აგრეთვე ახალ აღთქმაში არის მინიშნება იმაზე, რომ ცოდვა არის არა მარტო ბრალი და დანაშაული, ანუ არა მარტო განეხილება სამართლებრივ ჭრილში, როგორც დანაშაული, რომელიც ისჯება, რომელიც უნდა გამოისყიდო,
არამედ ცოდვა აგრეთვე განიხილება როგორც შემბილწავი, შეურაცხმყოფელი. როგორც საშუალება, რომელიც ადამიანს ართმევს უფლებას დადგეს წმინდა ღმერთის წინაშე. თუ ადამიანი შეეხებოდა მკვდარს, ან შეეხებოდა კეთროვანს, ან ექნებოდა რაღაცა გამონადენი, ვიდრე ის ღმერთთან მივიდოდა ურთიერთობისათვის, მას უნდა ჩაეტარებია გამბანვა. გამბანვა, გაწმენდილიყო. წმინდა პავლე მოციქული ამბობს, რომ ეკლესია განიბანა, არა მარტო გამოისყიდა, არამედ განიბანა. იესომ თქვა, თქვენ ყველანი გამბანილნი ხართ ერთის გარდა. სიძულვილი არის სწორედ ის სიბინძურე, რომელიც საჭიროა ჩამოვირეცხოთ. ჩამოვირეცხოთ. რატომ? ნახეთ, როგორ მთავრდება მე-13 მუხლი და კარგი იქნება ეს შენთვის. ეს არ იქნება ცუდი შენთვის, ეს იქნება კარგი მრავალი მნიშვნელობით. შენ შეძლებ მასთან მოზიარეობას. შენ შეძლებ ღვთისაგან სიყვარულის მიღებას. და მინდა დაგისვათ კითხვა. როგორ შეიძლება ადამიანმა ჩამოირეცხოს? რა წერია ამ ტექსტში? რა წერია, რაც ჩვენ წავიკითხეთ? როგორ ხდებოდა ჩამორეცხვა? აი ამ დანაშაულისა. ერთადერთი გზით. ერთადერთი გზით. ერთადერთი გზით. სისხლის დაღვრით. ერთადერთი გზით. აქ წერია, უნდა მოიკლას. ახლა კი ყურადღებით. სახარებებიდან ჩვენ ვიცით იესო ქრისტე, რომელიც თითოეული ჩვენგანისათვის მოიკლა. ის გახდა სხვერპლი. ის ავიდა ჯვარზე სიძულვილის გამო. იმისათვის, რომ ჩვენ დღეს შევძლოთ ამ დამანგრეველი, დესტრუქციული ემოციის გარეშე ცხოვრება. ერთადერთი საშუალება, რომელიც ჩამორეცხს, გამოისყიდის ამ დანაშაულს, არის სიკვდილი. სიკვდილის მნიშვნელობა, მისი დანიშნულება ედემის ბაღიდან მოყოლებული. როგორც კი პირველად დაიკლა ცხოველი, იმისათვის, რომ ადამიანის სიშიშვლე დაფარულიყო, განხორციელდა და შესრულდა გოლგოთის ჯვარზე, როდესაც ღვთის ძე ჩამოეკიდა. გაშიშვლებული, შერცხვენილი, შეძულებული, უარყოფილი, იმისათვის, რომ ეს ცოდვა ჩამორეცხილიყო. უყურებს რა თავის ძეს, ზეციერი ღმერთი, რომელიც არ წყალობს სიძულვილს. უყურებს რა მის ტანჯვას. ის ხდება მოწყალე მამა თითოეული ჩვენგანისთვის. ამიტომ ჩვენ თუ დავრჩებით ან შევასწრებთ ქრისტეში, ღვთის ულევი წყალობის და სიყვარულის ობიექტი გავხდებით. ძმებო და დებო, თითოეული ჩვენგანი შეიძლება იყოს მხილებული და ბრალდებული კაცს მოძულეობაში. საფრთხო წერილი გვაფრთხილებს და გვეუბნება, არ გძულდეს, იმიტომ რომ სიძულვილი ანგრევს, იმიტომ რომ სიძულვილი უმოწყალოდ ისჯება, იმიტომ რომ სიძულვილი აბინძურებს ადამიანის სულს. ღმერთი გვიტოვებს ჩვენ გამოსავალს თავის ძეში იესო ქრისტეში, რათა შევაფაროთ თავი მას და არა მარტო განვიწმინდოთ მისი სისხლით, არამედ ვისწავლოთ ქრისტესგან სიყვარულით ცხოვრება, რომელიც არასდროს არანაირი მიზეზით არ გამოიხატება და ვლინდება სიძულვილში.